მოგესალმებით ქალბატონებმა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ. მოდით დავიწყოთ იქიდან რომ ეგრეთ წოდებულმა საგამოძიებო კომისიამ უპირველეს ყოვლისა მოაწყო ასე ვთქვათ, ახალი შემოგთავაზა უпростоრად ახალი საინფორმაციო დისკურსის წარმოქმნის მცდელობა საქართველოში და ეს გარკვეულწილად რამდენიმე დღის განმავლობაში გამოვიდა, მათ შორის ჩვენ რომ ამ საკითხით ვიწყებთ საუბარს, ამის ნათელი პრაგმატული, ასე ვთქვათ, ფაქტობრივი დადასტურება არის. მე არ მჯერა იმის, რომ ამ ადამიანებს აინტერესებთ ან აგვისტოს ომი, ან აგვისტოს ომის რეალური გამოძიება, განსაკუთრებით სიღრმისეული ანალიზის დონეზე, სამი შრი არის, ხო, ანალიზის ტაქტიკური, ოპერატიული და სტრატეგიული, ანუ ამ ადამიანებს ჩემი აზრით წარმოდგენა არ აქვს საბოლოო ჯამში არც კონფლიქტზე, არც კონფლიქტის გენეზისზე, არც ეთნოტერიტორიულ, ასე ვთქვათ, საკითხებზე, რომელიც 90-იანი წლებიდან ფაქტიურად დღის წესრიგში საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უпростоრად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად წამოიჭრა დღის წესრიგში და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ მაშინ. ამ ადამიანებს ეს ჩემი აზრით არ აინტერესებთ. სამწუხაროდ, მე აინტერესებთ. კარგი, რა წარმოადგენს მაშინ მათ ინტერესისაგანს, იმიტომ რომ ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, ხო? შესაძლებელია ქართული ოცნების მიმართ ლოიალურად განწყობილმა მაყურებელმა ან აბსოლუტურად როგორ ვეძახით ხოლმე ჯერ კიდევ პოლიტიკურად გადაუწყვეტელმა რომ რატომაც არა აგვისტოს ომის თემა არის ძალიან სენსიტიური და თუ კი არსებობს დღეს გაჟღერებული სხდომიდან ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რომ მართლა შეიძლებოდა თუ არა აგვისტოს ომის თავიდან აცილება და რატომ არ მოხდა თუ კი ჩვენ სადაზორვო ინფორმაციას ჩვენი პარტნიორი ქვეყნები გვაწვდენენ იმის შესახებ რომ რუსეთს დამატებითი შეიარაღება შეყავდა ცხინვალის რეგიონში და გაყავდა მშვიდობიანი მოსახლეობა რატომ არ გავაკეთეთ ჩვენ იგივე იცით როგორ არის ჩემი აზრით, ანუ კითხვის პირველი ასე ვთქვათ ნაწილიდან დავიწყებ. ქართულ ოცნებას დღეს არ აინტერესებს აგვისტოს ომი. მათ აინტერესებთ საქართველოში აქცენტების საინფორმაციო ველზე აქცენტების გადატანა A პუნქტიდან B პუნქტზე. A პუნქტი, ანუ ფოკუსი დღეს არის გასწორებული რუსთაველზე და იმ შიდა პოლიტიკურ და საგარეო პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც შექმნილია და ისინი ცდილობენ, რომ ფაქტიურად ეს, ასე ვთქვათ, სტრატეგიული ხაზი ახლა შემოატრიალონ და ხალხის გონება, მათ შორის კოგნიტური სივრცე მთლიანად, ასე ვთქვათ, ოკუპირება მოახდინონ უკვე ამ რაღაც ეგრეთ წოდებული, ესე იგი, საგამოძიებო კომისიით და მიმდინარე საკითხებით. უკაცრავად პასუხია და ხელისუფლებაში არიან ეს ხალხი 2012 წლიდან. 20-25 წელია, ხო? ანუ საგამოძიებო კომისია ახლა გაახსენდა. საგამოძიებო კომისია თუ ვინმეს რამის გამკეთებელი იყო 2012-ში აი პირველად რომ ფეხი შედგეს კაბინეტებში, მაშინ უნდა გაეკეთებინათ. მე მაშინ ამ სფეროში მუშაობდი. ამ სფეროში ეს წინა ხელისუფლების არა, ამ წინა ხელისუფლების დროს არსებობდა დროებით საგამოძიებო კომისია და 2008 აგვისტოსთან დაკავშირებით. მე ვგულისხმობ ქართული ოცნების ხელისუფლებას. აი იმ პერიოდში, როდესაც თქვენც იყავით ამ ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი. არა დროებითი საპარლამენტო კომისია, მაგრამ არსებობდა სპეციალური კომისია, მათ შორის თავდაცვის მინისტრისა და გენერლების, ექსპერტების მონაწილეობით. ეს, ასე ვთქვათ, შესწავლაც მოხდა საკმაოდ სიღრმისეულ დონეზე. დოკუმენტიც დაიდო და გრიფით საიდუმლოც მიენიჭა. ან რა წერია იმ დოკუმენტში, ან რატომ არის დღემდე, ასე ვთქვათ, სრული სახელმწიფო საიდუმლოებით მოცული ეს დოკუმენტი, თუ კი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს კონკრეტული პოლიტიკური პირებისა, ხო? მაშინდელ თანამდებობაზე მყოფის და საერთოდ რა იცით აი ამ დოკუმენტის შესახებ? არა, ზოგადად ნებისმიერი, ასე ვთქვათ, სამხედრო ესკალაცია რო ხდება, არ აქვს მნიშვნელობა კალიბრაციას, ანუ ეს იქნება მცირე, ასე ვთქვათ, დროის მონაკვეთში 5 დღიანი ომი თუ პატარა სამხედრო ესკალაცია, ხო, ანუ მცირე კალიბრის. ეგრეთ წოდებული გაკვეთილების სწავლის ფაზა არსებობს ყოველთვის, როდესაც ეს ესკალაცია იწურება. ნებისმიერ, ასე ვთქვათ, ინსტიტუციას, განსაკუთრებით კი თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს, თავდაცვის ძალებს, ეს ეკუთვნით, რომ შეისწავლონ ნებისმიერი დაშვებული შეცდომა, ტაქტიკურ, ოპერატიულ, შეიძლება სტრატეგიულ დონეზე, ანუ მინისტრის დონეზე და შემდეგ ამ შეცდომების აღმოფხვრის და სამომავლოდ გათვალისწინების მიზნით ეს ასეთი დოკუმენტები იკვრება და ასეთ დოკუმენტებს, რა თქმა უნდა, მიენიჭება გრიფით საიდუმლო, იმიტომ რომ შენ თუ შენი შეცდომები თუ წარმატებები, ასე ვთქვათ, გაანალიზე და ის მერე დღის შუქზე გამოიტანე, რა თქმა უნდა, ამას უყურებენ შენი მტრებიც და შენი სტრატეგიული მოწინააღმდეგეებიც და ეს, რა თქმა უნდა, სრულიად საიდუმლოა ყოველთვის. ამიტომ ეს არ ახალია, მაგრამ
ესენი ამას არ სწავლობენ ჩემი აზრით. ესენი ეთყობათ ამათ რომ რაღაც ტაქტიკურ ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე სწავლობენ ამას. პასუხად მოითხოვა სხდომის დახურვა. ანუ თუ ისე მოხდა რომ ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვებზე პასუხი სწორედ დახურულ ფორმატში გაეცა აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მაშინ რა განსხვავება იქნება იმ დოკუმენტ შორის, რომელიც თავის დროზე ალასანიას ხელმძღვანელობით მომზადდა თუ არ ვცდები და აი მიმდინარე საგამოძიებო კომისიის საჯარო დემონსტრაციას. მე არ ვიცი ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ რა პრიზმით ასე ვთქვათ შეაფასა ეს თხოვნა, მაგრამ მე ვფიქრობ იქ არანაირად განსაკუთრებული, ესე იგი, ისეთ საკითხებზე არ მიდის მიჯერლობა, რაც ქართულმა საზოგადოებამ, განსაკუთრებით საექსპორტო წრეებმა, ყოფილმა საუბარი იყო, ეხლა თქვენ იცით ხო, ამ სფეროში ხართ, რადგან ტალიამინის დასკვნაში ხალბატონო იმა რაც წერია, განსაკუთრებით ის კომპონენტები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ იქნა მიწოდებული და მას ამ ტალიამინის კომისიის დასკვნას თქვენ თუ დოკუმენტს გაცნობილი ხართ, აქვს ძალიან დიდი ეთეჩმენტი, დამატებითი ასე ვთქვათ ფაილი, ჩვენ მქონდა ჩემს დეპარტამენტს და ჩემს მიმართულებას მქონდა ბედნიერება, რომ მაგ ასე ვთქვათ ფაილების და მტკიცებულებების უпростоრად დამაგრების ნაწილში აქტიურად გვემუშავა, იქ არის ყველაფერი. აი თუ კი მათ შორის ამერიკელების სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც იუწყებოდა უკვე ზაფხულის თუ გაზაფხულის მიწურულიდან ცხინვალის რეგიონში დამატებითი რუსული შეიარაღების შემოსვლის შესახებ. ამერიკელების ინფორმაცია რისთვის იყო საჭირო, ანუ ჩვენი ელემენტარული ასე ვთქვათ რაღაც ანალიტიკის გენიოსობა არ იყო აუცილებელი, რომ უბრალოდ ფაქტობრივი ანალიზი რომ გაგეკეთებინა მიმდინარე პროცესების გალში რკინიგზის გაყვანის, ჩვენი დრონის ჩამოგდების, რუსული საჰაერო აპარატების ოპერირების, ანუ აფხაზეთის სივრცეში ესკალაციის მიკროელემენტების, დიდი ლიახვის ხეობაში, პატარა ლიახვის ხეობაში, ფრონეს ხეობაში, თვითონ კოკოითის განცხადებების, რუსეთის ხელისუფლების განცხადებების, ანუ სხვა კი არაფერი არ არის, ანუ სადაზვერვო ანალიზი საბოლოო ჯამში სწორედად შენ წერტილებს ერთმანეთთან აერთებ, აფასებ მოვლენებს სვავ კონტექსტში, რეგიონულ, გეოპოლიტიკურ თუ ასე ვთქვათ, ლოკალურ კონტექსტში და მიიღებ არაჩვეულებრივ ანალიზს და რა თქმა უნდა, ის რომ რუსები ამისთვის ემზადებოდნენ ჯერ კიდევ 2006 წლიდან, ეს უკვე შემდგარი ფაქტი იყო, ეხლა გალში რკინიგზას რო გაიყვან, ყველაზე მყარი მტკიცებულება, რომ რაღაც ტიპის პროვოკაცია მზადდება, ან ერთი გეოგრაფიული მიმართულებიდან, ან მეორე გეოგრაფიული მიმართულებიდან, ეგ წალსახა იყო. და შემდეგ უკვე თვითონ პრეზიდენტ პუტინს აქვს დადასტურებული, რომ გენშტაბის მიმართულებით დავალება გავეცი, რომ სამხედრო ესკალაციისთვის მომზადებულიყვნენ, ანუ ეხლა ეს უკვე 2007 წლის თქვენ ამბობთ, რომ ტალიამინის დასკვნაში ეს ყველაფერი არის მიბმული ფაილების სახით და ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს თავის დროზე მოადგილეს, არანაირი საჭიროება არ ჰქონდა მოეთხოვა სხდომის დახურვა იმისათვის, რომ ეს დოკუმენტები ეჩვენებინა, მაშინ რა არის რისი მცდელობა ჰქონდა, რომ რაღაცა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭებინა მის მიერ მიწოდებული ინფორმაციისთვის? ბატონი გრიგოლ ვაშაძის გონებაში უნდა შევძრე, ესე იგი, რომ გავიგო მაგ კითხვაზე რომ გიპასუხოთ, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ თლიანად აი ეს პროცესი ემსახურება ერთ კონკრეტულ მარტივ ამოცანას და ამ ამოცანას ჰქვია საქართველოს შიდა პოლიტიკური კონტექსტი. სხვა ამას არაფერი არ გააჩნია. და პოლიტიკური კონკურენცია, ოპონენტების, არ ვიცი, გაშავების მცდელობა, პოლიტიკური პასუხისმგებლობის დღის წესრიგში დადგომის საკითხი, სააკაშვილისთვის თუ ნაციონალურ მოძრაობისთვის. მაშინ აქ კიდევ ერთი შეკითხვა მექნება. ისევ დღეს გაჟღერებული ინფორმაციიდან, თუმცა არც ეს იყო ახალი, ხო მედიაში იყო სხვადასხვა დროს გავრცელებული მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ და ნაწყვეტი, სადაც ის საუბრობს, რომ პუტინთან ჰქონდა თურმე საუბარი, რომ საგარეო ვექტორზე საქართველოს უარს იტყოდა, თუ კი რუსეთი დაეხმარებოდა აფხაზეთს და ცხინვალის პრობლემის მოგვარებაში და კიდევ იყო ნახსენები მედვედევისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც ასევე საუბარი იყო ფაქტობრივად აფხაზეთის ორად გაყოფაზე, სწორედ აი ამ ნატოში ინტეგრაციაზე უარის სანაცვლოდ. ხა რატომ გეკითხებით ამას, ხო? ვიღაცამ ისევ, აი მოდი რაღაცნაირად მე მომხრე ვარ ხოლმე იმისა, რომ ყველა ფორმატში სამწუხაროდ არ ხერხდება, მათ შორის არ ვიცი, პარლამენტსაც გულისხმობ და პოლიტიკურ ყველა სპექტრზე დაკმაყოფილებულ იქნას ხოლმე ყველა გემოვნების, ყველა პოზიციის, პოლიტიკური პოზიციის მოსახლეობის, ასე ვთქვათ, ცნობის მოყვარება. ხა ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ იცი რა, თუ ვიღაცა
საქართველოს მოსახლეობის ზურგს უკან მოქმედებდა. რასაც ახლა ვინ? ივანიშვილის, ანუ სააკაშვილის შემთხვევაზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, თუ კი პლებისციტით, ხო? ქართველი ხალხის არჩევანს, რომ ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციას ის ალაგებდა და ცვლიდა არ ვიცი, ოკუპირებულ ტერიტორიებში, არ ვიცი, გაყოფისა თუ გარკვეულწილად პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ, რაც თურმე პუტინს უთქვამს, რომ ჩვენო საქართველოს სუვერენიტეტით არ ვაჭრობთო, ესეც მისი ამონარიდია მისი ინტერვიუდან, თუ კი ის საქართველოს მოსახლეობის ზურგს უკან მოქმედებდა, რასაც ახლა ვაბრალებთ, ხო? რასაც ახლა ვამბობთ ბიძინა ივანიშვილზე, რომ ის საქართველოს მოსახლეობის ზურგს უკან მოქმედებს და საქართველოს საგარეო ვექტორი არის აბსოლუტურად შეცვლილი, ხო? ბატონი ივანიშვილი ზურგს უკან აღარ მოქმედებს, ღიად მოქმედებს ფაქტია. რატომ არ უნდა მივიღოთ პასუხები? მართლაც ქონდა თუ არა სააკაშვილის მხრიდან ჩვენი ქვეყნის, არ ვიცი, სუვერენიტეტით ვაჭრობას. იცით როგორ არის ჩემი აზრით? აი მსგავსი ტიპის დისკუსიები რომ უფრო საინტერესო და ასე ვთქვათ გემრიელი გახდეს. არაჩვეულებრივი იქნებოდა აი ერთი წარმომადგენელი ყოფილიყო ბატონი სააკაშვილის გუნდიდან და მეორე წარმომადგენელი აგერამ მაგიდასთან ყოფილიყო ძვირფასი ქართული ოცნების წარმომადგენლები და ერთი გამოჩნდებოდა რა იციან საერთოდ ამ კონფლიქტთან დაკავშირებით ახლა იქ რო რაღაც შუას არიგებენ სხვადასხვა მიმართულებით და დიდ ჯადოსნურ ანალიზს რო აფრქვევენ. აი ამ დებატებში გამოჩნდებოდა, მაგრამ დებატებს გაურბიან ქარბატონებმა და რატო გაურბიან იცით? იმიტომ რომ აი როგორც ჩვეულებრივი აი ცარიელი ფურცელი ისე არიან. აი ბევრს ლაპარაკობენ, ბევრს რაღაც საუბრობენ, იქ სააკაშვილი, იქ 2008 ომის აცილება, იქ ეს უნდა გაკეთებულიყო, აქ ეს უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ საქმეზე რომ მიდგეს და რო გკითხოთ რომ აი მაგალითად გალის და ეგნეთის IPRM-ის ფორმატები როდის დაარსდა, ან ჟენევის დისკუსიები რაზე დგა, ან ჟენევის დისკუსიების მანდატი რა არის, ან გალის და ეგნეთის IPRM-ის დისკუსიების მოლაპარაკებების ფორმატი საერთოდ რა არის, ან მანდატი რა არის, წარმომადგენლები ვინ არიან, აი ეს არის როგორი ანაბანა იცით? აი ელემენტარულად რო გაგაღვიძებენ გაურბის ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა ნაციონალური მოძრაობა ეხლა ასე თუ ისე დადიან ხოლმე მაგრამ ქართული ოცნება უპირველეს ყოვლისა ნაციონალური მოძრაობა თავის პოზიციას ასე რქებით ისე თუმცა დებატები არ იყო დღეს იგივე საგამოძიებო კომისიის ფორმატში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო მისული რომელიც ბატონ ვაშაძეს გულისხმობ რა თქმა უნდა მე ჩემი ღმერთმენით ბატონი ვაშაძე ნამდვილად აღარ არის დღეის მოცემულობით ნაცმოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსანი მე ვფიქრობ ის უფრო ქართული ოცნების ნაწილია ვიდრე რომელიმე ოპოზიციური პარტიის ანუ ან პარტიის ყოფილი პარტიის ყოველ შემთხვევაში. რის საფუძველზე ამბობთ ამას ნიკამელიას პოსტის, რომელმაც თქვა რომ თავის დროზე მოვა დრო, როდესაც ფარდას ახდის, რომ ქართულ ოცნებასთან რაღაცა გარიგებაში იყო ვაშაძე და თან სააკაშვილთან დადიოდა მოლაპარაკებებზე. ჩემი პირადი ინფორმაციების და ანალიტიკური ინსტინქტების. ანუ თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ კონკრეტულად ანუ გავიგე რომ შესაძლებელი ბოლომდე არ გათქვათ რის საფუძველზე ამბობთ რომ ახლა გრიგოლ ვაშაძე უფრო ქართული ოცნების ნაწილია ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მაგრამ რაღაცნაირად მიგვახვედროთ მაინც ვერ მიგახვედრეთ არ შემიძლია რომ გითხრათ და ამ ურთიერთობას საფუძველი აქვს ჯერ კიდევ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან არ ვიცი მაგრამ დღეს რეალურად ბატონი ვაშაძე ნამდვილად არ ცალსახად რაც ვიცი ბატონი ვაშაძე ნამდვილად არ წარმოადგენს ოპოზიციურ ფრთას. ანუ ის ჩემი აზრით, ბევრად უფრო ახლოს არის ქართულ ოცნებასთან, ვიდრე, რა ვიცი, ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის. რატომ? იმიტომ რომ მივიდა გამოკითხვაზე და შეკითხვებს უპასუხა? სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. ერთი მაინც დაგვისახელეთ. უხერხულია ადამიანს ასე ხელაღებით აბრალებთ, რომ მტრის პოლიტიკურ ბანაკში გადავიდა და რაღაცით მაინც გავამყაროთ ეს ინფორმაცია. მე საერთოდ არ მიხსენებია, რომ მისთვის ისინი მტრები არიან, ხო? ანუ ეს მისი არჩევანია და საბოლოო ჯამში აკეთებს იმას, რასაც აკეთებს ახლა. კარგი, რაც შეეხება ხაზარაძე ჯაფარიძეს, ისინი რა თქმა უნდა სხვა кейსთან დაკავშირებით იყვნენ დაბარებული, მაგრამ ძალიან სწრაფად მისცა მათ არ მისვლას რეაგირება საგამოძიებო კომისიამაც და პროკურატურამაც. ხვალ არაპირებს მისვლას ხაზარაძეს, სხვა შორის ელოდებიან ხალხო ჯაფარიძესაც დაიბარებენ პროკურატურაში და შემდეგ დღის წესრიგში ხდება მისი გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანხლებით. როგორ ფიქრობთ, მივა საქმე ერთი ასე ვთქვათ საპატიმრო ღონისძიებამდე? იცით რა, არაფერი არ არის გამორიცხული ქართული ოცნების ბოლო ქმედებებს თუ გავაანალიზებთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები აბსოლუტურად კანონის, კონსტიტუციის, რა ვიცი, ყველაფრის, ესე იგი, სტრატეგიული
მიზნების, ამოცანების მიღმა არიან, ანუ გასულები, მხოლოდ აზროვნებენ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან, გამომდინარე და ფიქრობენ აი მხოლოდ შემდეგ რამდენიმე კვირაზე, რამდენიმე თაობებზე კი არა, ან სახელმწიფო როგორ დაზარალდება, მათ შორის აი ამ ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიით, მაგრამ საგამოძიებო კომისია დღეს ქალბატონებმა მე პირადად რატო აღარ მიყვარს, იცით, აი სხვათა შორის ამას წინათ პროსტორად დღეს ერთ ჩემს მეგობარს ვესაუბრებოდი ამ თემაზე. ისეთები აქვთ ნათქვამი ბატონ ივანიშვილის, სხვადასხვა მინისტრებს, პრემიერს, არჩევნებამდე. ისეთი დონის განცხადებები აქვთ ნათქვამი, რომ მე ვეღარ წარმომიდგენია აი ამ საგამოძიებო კომისიაზე თუ კომისიის, ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის შემდეგ რა უნდა დაწერონ. უკვე დაზიანებულია საქართველოს, ასე ვთქვათ, სტრატეგიული ინტერესები ყველაზე მაღალი კალიბრაციით, თუ კი ამის დაზიანება შესაძლებელი იყო ვერბალური განცხადებებით და ამის ნათელი დადასტურებაა დე-ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წამდაუწუნდო ახსენებს ბატონ ივანიშვილის განცხადებას, რუსები რომ ჩაბღაუჭებულები არიან და ყოველ ჯერზე სადაც კი შესაძლებელი იქნება რომ ამ განცხადებებს გაახსენებენ, მე ეს გამოვლილი მაქვს. მე ეს ნანახი მაქვს. აი როგორც ახლა მე და თქვენ ვსხედავთ ასე რომ ვისხედით ბატონ კარასინთან ჟენევაში და გერუს და FSB-ს, ესე იგი წარმომადგენლებთან გალში და ერგნეთში, ასე მახსენებდნენ ხოლმე სხვათა შორის მაშინდელი ქართული ოცნების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებს, იმიტომ რომ მაშინაც ცოტა გაურკვევლობაში იყვნენ და დიდი გაშალაშინება დაგჭირდა ბევრი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის, რომ ცოტა ესწავლათ კონფლიქტი საერთოდ 2000 სხვადასხვა პირების რა მნიშვნელობა აქვს, სხვადასხვა სამინისტროებიდან, სხვადასხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების, რომლებიც სწორედაც უფრო აი ვიწრო პარტიული ამოცანებიდან უფრო მსჯელობდნენ, ვიდრე სახელმწიფოებრივი აზროვნებით გამოირჩეოდნენ. ანუ თუ აი ეს არისო სახელმწიფოებრივი აზროვნება და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი განცხადებები, რომელსაც ჩვენი მტრები, ჩვენივე წინააღმდეგ იყენებდნენ, მაშინ ეს იყო მოღალატეობრივი. ჩემთვის ასე ერთი სიტყვით. ანუ მაშინ ამ პოლიტიკური თანამდებობის პირების, არის მათი მსოფლ მხედველობის, განწყობების, პოზიციის გაშალაშინებით მოგვარება ხდებოდა და ეს საკმარისი იყო და რატომ არ ატეხეთ მაშინვე განგაში საჯაროდ, რომ იცით რა, ჩვენს გუნდში არიან ადამიანები, რომელთა განცხადებებს სათავისოდ იყენებენ ჩვენი ქვეყნის მტრები. შეხედეთ, მე მაშინ არანაირი გუნდი არ გამაჩნდა. მე ვიყავი უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელი. უკაცრავად წარმოადგენდით იმ ხელისუფლებას. არა, გეტყვით, ხელისუფლებას კი არ წარმოადგენდი, სახელმწიფოს წარმოადგენდი. სახელმწიფოს წარმოადგენს ხელისუფლება. გეტყვით. ჩვენ ამისთვის ვირჩევთ, ხომ? ვირჩევთ, სადაც მთავრდება ამომრჩევლის და მოსახლეობის მანდატი. გეტყვით, კი, მაგრამ მე პოლიტიკურ თანამდებობას არ წარმოვადგენდი, ეგ არის ფუნდამენტური განსხვავება. მე რომ დონებოდა პოლიტიკურ თანამდებობაზე ასვლა, ამაც 100 ჯერ უფრო სწრაფად ავიდოდი თქვენ წარმოიდგინეთ. მაგრამ გეტყვით მე რას ვაკეთებ? პასუხისმგებლობა, ხომ? ქვეყნის წინაშე, საკუთარი პოზიციის წინაშე, ხო და ქვეყნის წინაშე რომ მქონდა მე როგორც კეთილსინდისიერი პატრიოტი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდი და ვისმენდი რაღაც აბსურდულ, ესე იგი განცხადებებს ჩემი ქვეყნის კონკრეტული პარტიის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების, რომლის განცხადებებიც მე წინ ხვდებოდა და პრობლემას მიქმნიდა როგორც ცენტრალური მთავრობის მთავარ მომლაპარაკებელს გალში და ერგნეთში, ამისთვის მე ჟონგლიორობდი დიპლომატიურად და მილიონ რაღაცას ვაკეთებდი, მათ შორის ინდივიდუალურად, ჩემი ესე იგი უნარებით და ცოდნებით, რომ მათი განცხადებები საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის ყველაზე მინიმალურად დაზიანებული იყო. ესე იგი არც ისეთი მაღალი თანამდებობის პირები ყოფილან, რომ მათი განცხადებების ასე ერთგვარად გაუთხოვების თუ გამოსწორების შესაძლებლობა თქვენ გქონდათ. პოლიტიკური თანამდებობის პირები იყვნენ. ვინ არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები? ხო იცი? ვინ არიან? მინისტრის მოადგილეები, მინისტრები, ვიცე-პრემიერები, პრემიერები და რა ვიცი, ან პრეზიდენტი. მაშინ პრინციპში პრემიერი აღარ იყო, ანუ უკვე. პოლიტიკური თანამდებობა მე ვიყავი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაშინ. სუსის ანალიტიკურის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვიყავი. ჩემ შემდეგ იყო დეპარტამენტის დირექტორი, ჩემ შემდეგ იყო პოლიტიკური თანამდებობის პირი მინისტრის მოადგილე. ჩვენ კი საკურატორი ყავდა თუ არ მაშინ ყავდა პრინციპში უკვე, მაგრამ მე არ ვიყავი. და მე რო არ ვიყავი პოლიტიკური თანამდებობის პირი, მე ჩემი შეგნებული არჩევანი იყო. ანუ ჟონგლიორობა გერჩივნათ და მათი ნათქვამის გამოსწორება, მოლაპარაკებების შედეგების ჟონგლიორობა მიწევდა, იმიტომ რომ სახელმწიფო არ დაზარალებულიყო, თორე ნეტა საერთოდ არ მქონოდა საფუძველი იქ ჟონგლიორობის.
და ამათი ესე იგი ღიმილნარევი სახეების ყურების დეფაქტოების და რუსების თქვენ ეფექტური ხომ არ იქნებოდა რომ გამოსულიყავით და საჯაროდ გემხილებინათ ეს ადამიანები. უყურეთ, გეტყვით ახლა. თქვენ ისე საუბრობთ გეგონება იმაში, რა ქვია, საჯარო სამსახურის რაღაც რომელიღაც იმაში ვიყავი. მე ვიყავი სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. რომელიც საჯაროდ გამოხვიდე და ეხლა ამხილო რომ იმან ეს რაღაცა გააკეთა, ეს არ ხდება. ბატონო, არა ტელევიზორში, მაგრამ უსაფრთხოების საბჭოზე, მე მგონი უსაფრთხოების საბჭო ერქვა. უსაფრთხოების საბჭოში ბოლოში ვიყავი, მაგრამ მე გეუნებით ანუ იმ პერიოდს, როდესაც გალში და ერგნეთში წარმოვადგენდი, ანუ ცენტრალურ მთავრობას და ჟენევაში წარმოვადგენდი მთლიანად უსაფრთხოების აპარატს, ანუ პირველ სამუშაო ჯგუფში, როგორც აი კარასინი, როგორც მე და თქვენ ვისხდეთ, ესე ვისხედით ხოლმე, ანუ იქ. წარმოიდგინეთ და გვედებატებოდა ამ იმებზე და გვახსებოდა რომ господин Кемаклидзе ვისლიშვილი რაღაცა заявление господина ივანიშვილია ბეტონ და რაღაცა ივანიშვილი მოყავდა ხოლმე ივანიშვილიც და სხვაებიც კი და ეგ იყო აი სახელმწიფო ინტერესების დაზარალება და უცოდინრობა და არაპროფესიონალიზმი სწორედაც ეგ არის და პატრიოტიზმიც იცით რა არის პატრიოტიზმი არის ის სწორედაც რომ უანგაროთ რეალურად აკეთებ ყველაზე მაქსიმუმს რომ შენი ქვეყანა მინიმალურად დაზარალდეს ან საერთოდ არ დაზარალდეს და აი რეთი ვიყავით დაკავებული. მესმის, მაგრამ მე მეც ვითხოვ ამ შემთხვევაში თქვენგან იმ პერიოდიდან გამომდინარე, არ ვიცი, შინაგან საქმეთა მინისტრთან მისულიყავით, პრემიერთან მისულიყავით, რომ ამას უკვე რაღაცა ტენდენციის ხასიათი ქონდა. ვერ დავასრულე. სწორედაც ანუ როგი ყვებოდით რომ ისი არ არის მეთქი რომ გამოხვიდე და ახლა ჟურნალისტებთან დადგე მაგას ვაკეთებდი სწორედაც შინაგან საქმეთა მინისტრთან კი არა ვინც რეალურად მან განცხადებებს აკეთებდა საბოლოო ჯამში მივდიოდით და ვასწავლიდით ვამეცადინებდით მარტივენაზე რომ თქვა თქვენ წარმოიდგინეთ რომ უცოდინრობით მოსდიოდათ რეალურად თუ ეს იყო მათი პოლიტიკური პოზიცია და არჩევანი ეგ დისკურსი ნელ-ნელა შეიცვალა და გამოსწორდა იმიტომ რომ ასეთ შეცდომებს მე აღარ უშვებდნენ იმიტომ რომ ვეუბნებოდით რომ იცით რა ანუ პატივცემულო ესესი არ არის ფაქტობრივი მოცემულობა სხვა არის აი არგუმენტია არგუმენტი B არგუმენტი D გადაჭერები არსებობს მოსმენები არსებობს სიგინტები არსებობს იმის მაზინტები არსებობს და ყველაფერი არსებობს ანუ სატელიტური დაკვირვების ობიექტები რომ ეს კონკრეტული ესე იგი სამხედრო ძალა აქ უკვე შემოვიდა ამა და ამ საათზე დადასტურებულია ამ კონკრეტულმა სახელმა და გვარმა ამას დაურეკა და უთხრა რომ აი ზეს პრაშლა რაღაცა 350 რაღაცა ტანკов და რაღაც ხო ანუ ეს ყველაფერი ანუ ამ ხალხმა არ იცოდა და ამ განცხადებებს აკეთებდნენ რაღაცა აი ჭორჭორაობის დონეზე მოსმენილი ანალიზის საფუძველზე და პრობლემა იყო და სახელმწიფო ინტერესი სწორედაც მაგაში ზარალდებოდა და შემდეგ გარკვეული წელი ჩვენ ეს რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან ეფექტიანად ჩემი აზრით აღმოვხვრით იმიტომ რომ ამათაც განცხადებები გამოასწორეს და სტრატეგიული დისკურსი შეიცვალა და მართლაც რუსები რეალურად კუთხეში მივიმწყდიეთ მათ შორის ჰააგის სასამართლოში აი ქალბატონი წულუკიანი რო ამაყობს ჰააგის სასამართლოში ესე იგი მოვიგეთო მათი დეპარტამენტის დირექტორი რეალურად მათ რა იცოდნენ კონფლიქტზე ხო ანუ ისინი იურისტები არიან საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები არიან მაგრამ კონფლიქტზე იცოდნენ რა ვიცი როგორც მე ვიცი ახლა კვანტუმ ფიზიკაზე ხო ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ ვიყავით ანუ POC ეგრეთ წოდებული point of contact უსაფრთხოების მთლიანად აპარატის მხრიდან საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის SUS-იდან რომელიც აკოორდინირებდა მთლიანად ჩვენებებს მე ვარ დამყოფი რამდენჯერმე ჰააგაში თქვენ წარმოიდგინეთ სწორედაც აი ამ საქმესთან დაკავშირებით რაც მოვიგეთ და ჩვენი დეპარტამენტი აკოორდინირებდა სწორედაც ჩვენებებს რომ ისეთი ჩვენებები მიგვეცა რომ ერთი მხრივ ქართული სამხედროები და ჩვენი ესე იგი პოლიციელები რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას არ დაზარალებულიყვნენ და სახელმწიფო ინტერესები დაცული ყოფილიყო და გავედით კიდეც დამკაში. კეთილი. ძალიან საინტერესო რაღაცები მითხარით, თქო შორის აი როდესაც ამბობდით, უბრალოდ გამახსენდა ერთი ძალიან სკანდალური ამბავი, ხა ზუსტზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ თუ სამხედრო ტექნიკის გადაადგილებაზე იყო საუბარი, მახსენდება სამხედრო ტექნიკა, რომელმაც გაიარა საქართველოს გავლით აზერბაიჯანში თუ არ ვცდები რაღაცა მსგავსი სკანდალური თემა იყო მაშინ კი ბატონო კარგი ახლა რაც შეეხება 31 მარტის აქციას ბევრი შეფასება მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით არა ერთგვაროვანი ოპოზიციის მხრიდან ნაწილი მათ შორის თქვენც ამბობთ რომ რაღაცა კონკრეტულ თარიღებზე მიბმა კონკრეტული შედეგებისა თუ მოლოდინებისა არ შეიძლება თუმცა არსებობს ოპოზიციის მეორე ნაწილი რომელიც ამბობს რომ რეალურად 31 მარტი გამოაჩენს ოპოზიციაში ვინსად დგას
თუმცა მანამდე თქვენგან მოითხოვენ რომ ჩამოყალიბდეთ რეალურად ხარ თუ არა ოპოზიციაში, ხო, იმიტომ რომ მანამ სანამ არ შეელევით ეგრეთ წოდებული პარლამენტის, როგორც თქვენ ახსენეთ, ეგრეთ წოდებულ მანდატს, მაშინ თქვენთან დაკავშირებით ბუნდოვანება ოპოზიციაში კვლავ იქნება. მოკლედ გითხარით აბა თქვენ რა მოლოდინები გაქვთ 31 მარტთან დაკავშირებით და რა მოლოდინი უნდა გქონდეს ოპოზიციურად განწყობილ ამ მომრჩეველს? მე ვფიქრობ, რომ ამ მანდატებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა კითხვას პასუხი გაცემული აქვს. მანდატებთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან პოზიცია არ შეცვლილა საბოლოო ჯამში. ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აქვს, არც ერთი ჩვენთაგანი არ შესულა პარლამენტში, ხელფასები არ აგვიღია საკომიტეტო მოსმენებში, ეგრეთ წოდებულ საკომიტეტო მოსმენებში არ დავრეგისტრირებული ვართ, კაციშვილს ფეხი არ დაუდგავს იმ შენობაში უკვე რა ვიცი, ამის წელიწადია, უბრალოდ რაც ბოლო წინა პარლამენტის ბოლო სესია დასრულდა, ანუ ეგ არის შემდგარი ფაქტი და ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია არა ლეგიტიმაცია, სწორედაც აი ამ ფაქტობრივი გარემოებებიდან იზომება და არა იმით რეალურად რაც პრინციპში თქვენ ახლა ახსენეთ. ანუ პარლამენტს რომ ლეგიტიმაცია არ აქვს, ეგ არის უკვე მოცემულობა და არც ექნება. იმიტომ რომ ეს პარლამენტი არ არის პარლამენტი. პარლამენტი რო იყოს ექნებოდა ლეგიტიმაცია. მაგრამ სანამ მანდატები, ასე ვთქვათ, იარსებებს, ყოველთვის იქნება მანდატი, როგორ მანდატი თქვენი სადეპუტატო მანდატები. ანუ ჯერ ერთი ლეგიტიმურად თუ როგორ ვთქვა, იურიდიულად, მოდი ასე ვთქვათ, სამართლებრივად ცნობა თქვენი დეპუტატად ყოფნის. არა, მეშლება რა. სამართლებრივად არის ცნობილი ახლა პარლამენტი დე იურე დონეზე? მე ასე არ ვფიქრობ. თქვენ იმ პარლამენტის ფარგლებში ჯერ კიდევ გაქვთ დეპუტატის უფლება-მოსილება. დეპუტატის უფლება-მოსილება რომ გაქვს საბოლოო ჯამში, შენ როგორც პარტია სიცოცხლის უნარიანობას ინარჩუნებ, იმიტომ რომ ის ობიექტურად, კიდე მცირე ნაწილია ფაქტიურად, კიდე მეტი გვეკუთვნოდა, რომ დაფინანსება რაც გეკუთვნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაგ დაფინანსებას იღებ. ეგ დაფინანსება რო არ მიიღო, აი მოსახლეობამ რო იცოდეს, დასამალი არც არაფერი არ არის. პარტია საქართველოსთვის, გიო გახარია საქართველოს ვერ იარსებებდა. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ არ ყავს არც მსხვილი დაფინანსებელი, არც ბიზნესები გაგვაჩნია, არც ფული გვიკეთებია, წესიერი, კეთილსინდისიერი, პატრიოტი, გამოცდილი, ეფექტიანი, ავტორიტეტიანი ადამიანებისგან შედგება ეს გუნდი, მაგრამ ფინანსები არ გაგვაჩნია. პლუსია თუ მინუს, ზოგისთვის პლუსია, ზოგისთვის მინუსია, თქვენ წარმოიდგინეთ, მაგრამ ეგ დაფინანსება რომ არ არსებობდეს, ეს პარტია ვერ იარსებებდა. ეხლა ვსვამ მარტივ კითხვას. ეს პარტია რო გაქრეს, ქართული ოცნება ბედნიერი იქნება თუ დამწუხრებული იქნება? ხო ბედნიერი იქნება. მაშინ გამოდის რომ თქვენი გაქრობა თუ ყოფნა აი ამ პოლიტიკურ ველზე ისევ ქართული ოცნების ხელში ყოფილა. ქართული ოცნების ხელში კი არ არის, ჩვენს ხელში არის. ქართული ოცნების შეუძლიათ გაგიუქმებენ ქართული ოცნების ვერ გააუქმებენ. როგორ ვერ გააუქმებენ? იმიტომ რომ არც ერთხელ არ ყოფილიყავთ პარლამენტში, გააქვთ გაცდენები და შესაბამისად პროცედურული საკითხების შესაბამისად მათ შეუძლიათ დააყენონ დღის წესრიგში თქვენი მანდატების გაუქმების საკითხი. დააყენებენ და მე ვიმშელოთ, ანუ მე ვიმშელოთ მაგაზე, ჯერ ხო არ დაუყენებიათ. ეგ და დადგება მე ვიმშელოთ მაგაზე, მე რა მოხდება. მაგრამ ანდაც არსებობს სხვადასხვა სცენარები, ხო, მაგრამ ფაქტი ერთია. ჩვენმა კოლეგებმა დაუშვეს შეცდომა ქალბატონოებმა. მე ამას ღიად ვიძახი. ჩვენმა კოლეგებმა ქართულ ოცნებას აჩუქეს რამდენიმე კოზირი საკუთარი ხელიდან. იმიტომ რომ რაც ქართულ, ასე ვთქვათ, ოპოზიციურ სპექტრს ბიუჯეტიდან, ამათი ჯიბიდან კი არა, ამათ ქვეყანა ჯიბეები აქვს. ამათ აქვთ იქ მსხვილი ელიტური კორუფციის ჯიბე, ამათ აქვთ იმის კონცენტრების ჯიბი, ამათ აქვთ ბიუჯეტური ჯიბი, ამათ აქვთ ივანიშვილის ჯიბე, ამათ აქვთ 1-6-7 მსხვილი ჯიბე და ჩვენ არც ერთი არ გვაქვს. ჩვენს კოლეგებს რამდენიმე ჯიბე შეიძლება ჰქონდეთ და ისინი გადარჩებიან. აი ამ ფინანსური არსებობით, მაგრამ ჩვენ ვერ გადავრჩებით. და სწორედაც ამიტომაც არის ის, რომ აი ამ, ესე იგი, ქართული ოცნების მიერ შემოგდებულ თემაში მათი თამაში არ ვითამაშეთ ძალიან ჭკვიანურადაც არ ვითამაშეთ, იმიტომ რომ სხვებმა დაუშვეს შეცდომა. ვინ მოიგეს ახლა? ახლა რო ჩვენ რო, აი წარმოიდგინეთ სცენარი, რომ ახლა რო დაგვეწერა ჩვენი მანდატები და რომ მანდატები რო ეგრეთ წოდებული მანდატები რო ესე იგი გაგვეუქმებინა. ქართული ოცნება აღარ იარსებებდა და ეს პარლამენტი აღარ იარსებებდა და ეს ეგრეთ წოდებული კომისია აღარ იარსებებდა. აი რა შეიცვლებოდა? ხო, არ ვიცი, არაფერი კონტექსტი თუ არ გაითვალისწინებთ. კითხეთ, რატომ აქვთ ასეთი პრინციპული მოთხოვნა თქვენს მიმართ რომ ჩვენ კოლეგებს ვესაუბრებით და მათ ისინი ხედავენ გარკვეულ რისკებს, ისევე როგორც ადგილობრივ არჩევნების მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია დადგეს დრო და გარემოება, რის გამოც მანდატებსაც გააცოცხლებთ და აგერ ადგილობრივ არჩევნებშიც მიიღებთ მონაწილეობას. ქართული პოლიტიკა ხო იცით როგორ არის? ბურთი რო იქით გაგურებული იყო, გოლს გავიტანდი თუ ანუ ჯერ არაფერი არ დადგება. ყველაზე სტაბილური
ყველაზე ჩამოყალიბებული, ყველაზე მიზანზე ორიენტირებული პარტია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში განცხადებებს დააკვირდით, ჩვენს ქმედებს დააკვირდით არის გამოიცანით რომელი გახარია საქართველოსთვის, იმიტომ რომ ჩვენ არც მარცხნივ მივდივართ, არც მარჯვნივ. მიზანი არის ერთი და მიზანი არის სწორედაც ქართული ოცნების დამარცხება. რატომ? იმიტომ რომ ჯინი კი არ გვჭირს. უბრალოდ მათ ნაც მოძრაობას გადაასწრეს უგუნურობაში, სიგიჟეში, გეოპოლიტიკის აყირავებაში მთლიანად. სტრატეგიული ამოცანების საერთო დღის წესრიგიდან მოხსნაში, საკუთარი ჯიბის გარდა ამ ხალხს მართლა არაფერი არ აინტერესებს და აი რატო გვინდა მათი შეცვლა, თორე ინდივიდუალურად შეიძლება იმაში სამეგობროში და ოჯახში ფანტასტიკური ადამიანები იყვნენ სხვადასხვა წრეების. კარგი და ბოლოს მიპასუხეთ 31-ში რა მოქმედება გექნებათ, იმიტომ რომ მოლოდინი ჯერ კიდევ არსებობს ეგრეთ წოდებულ გარკვეულ ერთობასთან დაკავშირებით. ხასვოსვამ არ არის საუბარი ერთ პოლიტიკურ პარტიად გაერთიანებაზე, არის საუბარი ძლიერ კოორდინაციაზე, სალომე ზურაბიშვილის ლიდერობით. იქნებით თუ არა ამ ძლიერ კოორდინაციაში წარმოადგენილი, ისიც ითქვა, რომ სხვა აქციებისგან განსხვავებით უნდა ველოდოთ პოლიტიკურ გამოსვლებს და მათ შორის იქნება თუ არა თქვენი პოლიტიკური გამოსვლა როგორც. ესე იგი, ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ძლიერი კოორდინაცია ჩვენი მხრიდან არის ორ ფუნდამენტურ საკითხზე მხოლოდ. ორი. პირველი, ეს არის აი ამ ტყვეების, პატიმრებიც აღარ არიან ესენი არიან ჩვეულებრივი ტყვეები. აი როგორც ჰამასმა აიყვანა ტყვეები ისრაელის მოსახლეობა, რამდენიმე ადამიანი, რამდენიმე ათეული ადამიანი, ისე ყავთ ამათ ეს ხალხი დატყვევებული. ტყვეების, პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება A და B ეს არის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ზოგადად სტრატეგიული მიმართულება. აი ამ ორ საკითხზე ჩვენ გვექნება 101%-იანი კოორდინაცია. ვინც არ უნდა იყვნენ, რაც არ უნდა არ მოგწონდნენ, რაც არ უნდა არ მოუწონდეთ, რაც არ უნდა ფუნდამენტური დიამეტრალური განსხვავებები გქონდეს ამ ადამიანებთან პოლიტიკურ, მორალურ დონეზე თუ რა ვიცი, სხვადასხვა განზომილებაში, ეს არის ორი საკითხი, რაზეც ვითანამშრომლობთ. სხვა დანარჩენი ანუ 31 დავაზუსტებ 31 მარტის აქციაზე, სადაც ველოდებით პოლიტიკურ განცხადებებს, მათ შორის ასე ვთქვათ, სამოქმედო გეგმის წარდგენას, თქვენ სხვა პოლიტიკოსთა შორის სცენაზე არ იდგებით. მე ეგ დეტალები არ ვიცი, სიმართლე თუ გინდათ, რო არ დაგიმალოთ ახლა ჩვენი წარმომადგენელი შეიძლება იყოს, მაგრამ რა ფორმატით იქნება, როგორ იქნება, ანუ ეგ დეტალები საერთოდ ჯერჯერობით არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი. ამიტომ სანამ ეგ დეტალები არ იქნება ცნობილი, როგორ გითხრათ, ვინ იქნება, როგორ იქნება, რომელ მხარეს იქნება, ან საერთოდ იქნება თუ არა. ამიტომ ეგ უნდა იყოს უცნობელი უკვე. როგორ შანს რადგან არ გაქვთ ესეთი პრინციპული მიუღებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაძლებელია ესეც იყოს. არა, პრინციპული მიუღებლობა და მიღებულობა, ხო გითხარით, ანუ ორ საკითხთან გვაქვს მეთქი, ერთი არის ტყვეების პოლიტიკური ტყვეების პირდაპირ მნიშვნელობით პატიმრების კი არა, ხასუსვამ ტყვეების გათავისუფლება და მეორე ეს არის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის. რატომ? იმიტომ კი არა, რომ ევროპა განსაკუთრებულია ეხლა, რომ მთლიანად დემონიზებას უკეთებენ საერთოდ დასავლურ იმას, მანამდე რომ გულზე მჯიხს იცემდნენ. მე მაქვს ნანახი, ესე იგი, როგორ ადონეზე ევროპულები იყვნენ ესენი, ხო ანუ? საბოლოო ჯამში ევროპულობა არის პროქართულობა. სამხრეთ კავკასიაში შენ ვერ გადარჩები სხვანაირად. მაშინ უნდა იყო რაღაც არ შემდგარი, ნახევრად ავტოკრატიული რეჟიმი, რომელსაც არ ექნება რესურსები, მაგრამ იქნებიან რაღაც კლანები, ოჯახები და დაიწყება უკვე რაღაც მონარქიულად გადაცემა ხელისუფლების საკუთარ ოჯახის წევრებზე, შემდეგ ნათესავებზე, ახლობლებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს რისკი გვაქვს. კი ბატონო, მადლობა. მადლობა კახა ქემოკლიძეს.